ჩვენი კომისიის მორიგის ხდომა იმართება დღეს. ჩვენ გვაქვს კვორუმი, შეგვიძლია ხდომა გახსნილად გამოვაცხადოთ და სულ მარლე შემოგვიერთდება ჩვენი კომისიის წევრი ბატონი პაატა სალია. ვინც თვალს გვადევნებდა გუშინ, ყველა მიცის რომ ბატონი მამუკა ყურაშვილის მოსმენა უნდა შემდგარიყო გუშინ, თუმცა ჩვენ გვიან დავასრულეთ 8 საათიანის ხდომა. გთხოვთ ბატონო პაატა, გვიან დავასრულეთ ჩვენი 8 საათიანის ხდომა, თუ მეტიც გაგრძელდა და გადავწყვიტეთ, რომ ბატონი მამუკა ყურაშვილისთვის მოგვესმინა დღეს დილით. თუ სამდივნო გვეტყვის, რომ ბატონი მამუკა მობრძანებულია, სთხოვეთ მას, რომ შემობრძანდეს და დაიკავოს კუთვნილი ადგილი. მოგესალმებით, ბატონო მამუკა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის კუთვნილი ადგილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. სანამ გადავალთ საქმეზე, ბატონო მამუკა, პროცედურა ასეთი, რომ კომისიის სახელით უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. თუ კი თქვენ მიერ განზრახ ცრუ ახსნა განმარტება იქნება ჩვენთვის მოცემული, ეს ნიშნავს სალაპარაკო ენაზე ტყუილის თქმას, ეს არის დასჯადი. ასევე კითხვებზე პასუხისათვის თავის არიდება არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თემა ჩვენი კანონით და ეს ყველაფერი რომ თქვენ მე აგიხსენით კომისიის სახელით, რომ თქვენ გათვითცნობიერებული გაქვთ, გთხოვთ ამის დასტურად წინდებარე დოკუმენტზე დასვათ თქვენი ხელმოწერა. თუ არ შეწუხდებით. ბატონო მამუკა, ჩვენი კომისია, თქვენ ალბათ იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, შექმნილია იმისთვის, რომ პირველ რიგში აღადგინოს და დაადგინოს ის ფაქტები, რომელიც 2003-2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რეჟიმის დასახასიათებლად და მისი პოლიტიკური შეფასებისთვის მნიშვნელოვანია და ასევე იმ ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას, ყავდა თავისი პოლიტიკური თანამდებობის პირები. თქვენ ალბათ იცით, რა იგულისხმება პოლიტიკურ თანამდებობის პირებში, ვინც არ იცის განსაკუთრებით შესაძლოა ეს იყოს სრულიად ახალი თაობის წარმომადგენელი, მათთვის განმარტავ, რომ ეს არის მაგალითად პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი. ამათ შორის არ იგულისხმება ამ ტერმინში ჯარისკაცი, პოლიციელი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი მანდატი გულისხმობს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფასებას. ჩვენ ამიტომ რთული ამოცანა გვაქვს, რომ გავმიჯნოთ წმინდად სამხედრო საქმე პოლიტიკური საქმისგან. ამას იმიტომ ვხსნი, რომ იმ დროს მე ასე ვთვლი, ეს ორი რამ იყო არამც თუ აღრეული, არამედ ხანდახან რომელიცად იწყებოდა და რომელიცად თავდებოდა, ძნელი იყო განგესხვავებინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როგორღაც ჩვენი განვითარების, ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე
პირველი ვისწავლოთ ამის გამიჯვნა ყველამ ერთად და ასევე შემდეგ ყველა ხელისუფალმა პოლიტიკოსმა, ვინც მოვა ქვეყნის სათავეში, იცოდეს, რომ სამხედრო საქმეს სამხედროები უნდა უძღვებოდნენ და აკეთებდნენ და პური უნდა გამოაცხოს მეპურემო, ქართველი კაცი ამბობს და პოლიტიკოსები უნდა აკეთებდნენ. და რომ პოლიტიკოსისთვის დიდი პასუხისმგებლობაა თავისი საქმე და ჯარს უნდა მოუფრთხილდეს. უნდა მოუფრთხილდეს თავის სამოქალაქო საზოგადოებას. აი ამ ყველაფერზე საუბრობთ. თქვენ გთხოვთ, რომ პირველ რიგში თქვენი განათლებისა და კარიერის შესახებ გითხრათ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, სად სწავლობდით, როგორ დაიწყეთ თქვენი საქმიანობა. ამჟამად რა საქმიანობთ, მოკლედ, სულ 2 წუთი ამისთვის გეყოფათ და შემდეგ ან თავისუფალი თხრობის რეჟიმში 10 წუთის განმავლობაში გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ 2007-2008 წლებში, ან თუ გნებავთ პირდაპირ ჩვენ დაგისვამთ კითხვებს, მაგრამ ჯერ ბიოგრაფიული ცნობებით დავიწყოთ. მადლობა. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის, ქალბატონო თავმჯდომარე. გენერალი მამუკა ყურაშვილი ნოდარისძე დაბადებული 1970 წელს 17 იანვარს. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი, უბანი ვერა. სწავლობდი სამოქალაქო განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში დამთავრებული. ვიყავი პროფესიონალური სპორტსმენი, 10 წელი დავდიოდი ველოსპორტზე, ვარ საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. 91-92 წელი დავირიცხები შეიარაღებულ ძალებში, მსახურობდი ეროვნულ გვარდიაში. სამხედრო განათლება მაქვს. მოსკოვის ჯავშანსატაკო აკადემია, მოლინოვსკის სახელობის წითელ დიპლომზე დამთავრებული. 99 წელს დამთავრე. მანამდე სხვადასხვა თანამდებობები მქონდა დაწყებული მაქვს ლეიტენანტიდან და ამოსული ვარ ეროვნულ გვარდიაში, როგორც ვიყავი შეიარაღების უფროსის მოადგილე, შეიარაღების უფროსი. მომიწი აკადემიის მერე ყოფილიყავი ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, სარდლის პირველი მოადგილე და გარკვეული პერიოდი სარდლის მოვალეობას ასრულებდი, როცა მძიმედ იყო ავად ცხონებული აცონის მისი სული ვიბადონი ჯერმანი ჭუმბურიძე გენერალი. შემდგომში ვიყავი 2004 წლიდან უკვე ქალაქის კომენდანტი, მე გავხდი 2006 წელს დავინიშნე სამშვიდობო შტაბში, ქალაქის ხინვალში. მე დამითხოვეს თანამდებობიდან 1 წელი უმუშევარი ვიყავი, დამაბრუნეს 2007 წელს ისევ იანვარში. სახურობდი, რომ ვიყავი უფროსი სამხედრო მეთაური, შემდგომში გავხდი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი 2008 წელს. შემდგომში დავინიშნე შტაბის უფროსის მოადგილედ და 2011 წელს დამეთხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. დიდი მადლობა. შესაბამისად, თქვენ ორჯერ ხართ დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან, თანამდებობიდან ყოველ შემთხვევაში. 2006 წელს მიზეზი რა იყო გათავისუფლების? მე დღესაც ზუსტი პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. შიგა კულუარული ინტრიგები, რომ შეიძლება ესე აიხსნას მაღალ თანამდებობის პირებს შორის, ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქროშვილის დაპირისპირებას და მე როგორც სამხედრო მეთაური ნოხის ქვეშ და კულისების უკან ახდებოდა არის ჩამოძანებული იყო მინისტრი ოქროშვილი ცხინვალიდან გამოვატარე გორგოძის მერე შინაგან საქმეთა მინისტრის მერე ეგ ზარ გაული არ არის გამოვატარე და ამაზე ეს თქვა დაიბოგმა და გამათავისუფლა. არ ვიცი, პასუხი არ მაქვს აი ეს. ოქროაშვილმა? ირაკლი ოქროაშვილი. ვინ მინისტრი იყო? მერაბიშვილი იყო ხეობაში ჩამოსული.
მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი რატო და რისთვის, მაგრამ ესე იგი საზოგადოებამ რომ კარგად გაიგოს. თქვენ გამოატარეთ ცხინვალში. დიახ. შეატარეთ და მე გამოატარეთ. არა, წლიდან გადმოვიდა, ქურთაში პოლიცია გაიხსნა და გამოატარეთ ცხინვალის გავლით, ამოვედით დაანჩენ საქართველოში. და ამაზე და ბატონმა ირაკლი ოქრუაშვილმა როგორც თუ შინაგან საქმეთა მინისტრი გამოატარეო, ამიტომ გაგათავისუფლოთ, თქვენ ასე ფიქრობთ. კი, მე კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი. დღემდე ბიზნესი არ ვიცი. აი რაც ზოგადად ჭორით მომიტანეს იმ დროს ეს იყო. გასაგებია. და 2007 წლის იანვარში დაგაბრუნეს, როდესაც შეიცვალა მინისტრი, ამას ამბობთ? დიახ. დაინიშნა ვინ მინისტრად, თავდაცვის მინისტრად? კეზერაშვილი. დავით კეზერაშვილი და დაგაბრუნეს. კარგი. ესე იგი 2007 წლის იანვრიდან უკვე იქ ხართ და 2011 წელს რატომ გაგათავისუფლეს? და ვინ გაგათავისუფლეთ? მაგის მიზეზიც არის, ბოლო თანამდებობა ჩემი იყო უკრაინაში სამხედრო ატაშე ვიყავი. და ბრძანება მოვიდა და დამეთხოვეს. ჩართეთ. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. მანამდე 2008 წლიდან ატაშ 2008-ში ისევ გაგათავისუფლეს თქვენ, ხო? 2008-ში სამშვიდობო მისია შეწყვიტეს და დაინიშნეთ გადამიყვანეს იმაში შტაბში მოადგილედ თანამდებობაზე. აი ატაშე სანამ გახდებოდი თუ იმაში რა ქვია უკრაინაში მანამდე სად მუშაობდით? მოადგილე ვიყავ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. ანუ წვეტა აღარ ქონიათ მე. 2008 წლის მერე ომის მერე შტაბი გაუქმდა, სამშვიდობო ოპერაციების შტაბი აღარ ფუნქციონირებდა და უკაცრავად იმაში გენინსპექციაში გადამიყვანეს ჯერ სამხედრო კუთხით და მე გადამიყვანეს უკვე მოადგილედ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ. გასაგებია. ეს იყო სიხარულის პერიოდი იყო თუ არ ვცდები. გასაგებია. კარგი, ბატონო მამუკა, ეს რაც შეეხება ბიოგრაფიულ ცნობებს. ეხლა როგორ გირჩევნიათ, რომ ჩვენ დაგისვათ კითხვები თუ თქვენ გაქვთ 2007 წლის იანვრიდან სანამ დაიშლება შტაბი, მანამდე პერიოდში რას საქმიანობდით? ამას თქვენ მოგვიტყვებით თუ ჩვენ დაგისვათ კითხვები? ალბათ უფრო საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, რომ პირდაპირ კითხვები დამისვათ და აქვეეთი თუ მაქვს ეს პატარა პერიოდი, დრო, მინდა რომ გითხრათ თქვენ იცით, ქალბატონო თია, არაერთი ღამე გაქვთ ამ საქმეზე გათენებული. ბატონო მამუკა, ბოდიშს გიხდით, ძალიან ცუდად მესმის, თქვენ გესმით და ცოტა მიკროფონი რომ თითქმის ვერ ვიგებ რას მეუბნებით. მადლობა. მე მინდა გაგიცხადოთ, ქალბატონო თია, რომ თქვენ არაერთი ღამე გაქვთ გათენებული ჰააგის ტრიბუნალის ამბავი იცით და ყველა პატრიცემული სტუმარი ვინც აქ არის მოზანებული, იმით განსხვავდები, რომ მე ვარ დაკითხული ჰააგაში, ვარ მოწყვეტ. ვერ კითხვაზე შეზღუდული ვარ, იცით თქვენ, რომ ვერ უპასუხებ, იმიტომ რომ გაუთქმელობაც არის და აქედან გამომდინარე მაქვს მე ძალიან ბევრი უამრავი ჩვენებები მიცემული სხვადასხვა კომისიებზე, მათ შორის დაკითხული ვარ, მათ შორის არსებობს სტენოგრამები. ის რომ 17 წლის თავზე დღეს კიდე რაღაცა და ვსად ვარ ყველა კითხვის პასუხი გავცე, იმ მოკლე პერიოდში როცა ახალი მოხდარი იყო, უფრო კარგად მახსოვდა და მე ყველა ჩემს სიტყვას ვეთანხმები, მაგის თქმა მინდა და შეგიძლიათ გამოვაშკარავოთ და აჩვენოთ ის ჩვენებები. ამის თქმა მინდა. თვითონ რაც შეეხება 2007 წლიდან და მანამდე პერიოდს ყველა დეტალზე მზად ვარ გიპასუხოთ. მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო პასუხისგებლობა მაქვს დაღუპულებთან ვიღაც მოღრცილებისგან. არ მოყვა სწორი შეფასება მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპონენტზე ბატონმა გენერალ გოგავმა ამოწყროა პასუხი გასცა. ჩემი რმაწმენით მე არ მაქვს უფლება რომ
2008 წლის ომთან დაკავშირებულ კითხვებს არ გავცე პასუხი თან გამომდინარე, რომ twin მოგრეცის ვერ მისცემს საშუალებას, რომ დაღუპული გმირი ოჯახის წევრებთან ვინმე მივიდეს და თქვენ უღირსი ადამიანი თქვენ შვილს მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. მაგას ვერ დაუშვებ, რომ ვინმე ეს ვახტენებოდა და მოდით ეს ერთად შევეცადოთ, რომ გავაკეთოთ, რომ კითხვებზე პასუხი გქონდეს, რომ დაღუპულთა ოჯახებიც გვიყურებენ. კარგი. მიდგომა არის ჩვენიც იგივე, რომ კითხვები არსებობს საზოგადოებაში და გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. რა კი მოგვეცით ამის უფლება, ჩვენ მაშინ თქვენ თავისუფალი თხრობის რეჟიმში კი არ მოგისმენთ, არამედ პირდაპირ კითხვებს დაგისვამთ. მე მაქვს პირველი კითხვა. 2007 წლის იანვარში თქვენ ბრუნდებით. და რო გითხრათ, ამ პერიოდში სანამ 2008 წლის აგვისტო დადგება. თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში. ხომ არ იყო რაიმე ტიპის სიგნალი ან მინიშნება ან სამხედრო მნიშვნელობის, ან პოლიტიკური ფაქტი, ან ინფორმაცია თქვენთვის ცნობილი, რომელიც გაფიქრებინებდათ თქვენ პირადად მამუკა ყურაშვილს, რომ შესაძლოა ისე დაიძაბოს ვითარება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს გადაიზარდოს ომში. არა. მე ქალბატონთია მოსული ვარ, რომ შეფასებებს მე ალბათ არ გავაკეთებ, მე სამხედრო ფაქტები გითხარით. კი, რა თქმა უნდა. მე ან კი ან არა. არ ყოფილა ესეთი რაღაცა, ვიღაცას ეთქვა, რომ რაღაცა მზადდება და განსაკუთრებულად ეხლა აი ამ კუთხით უნდა მაგას მეკითხებით და მე ესეთი ინფორმაცია არ მქონია. თქვენ არც ინფორმაცია გქონდათ და არც განწყობა, ხო, რომ შეიძლება ან ესკალაცია იყოს, შეიძლება ეს რისკი დადგეს იმის, რომ გადაიზარდოს ღია დაპირისპირებაში და საომარ მოქმედებებში. ასეთი რამ არ ყოფილა. კონფლიქტის ზონაში ვიყავი, სხვა განწყობა წარმოუდგენელი არის, ხავდოთია. მე შიცხინოში ვიყავი. ეს მე რაც მეხება, მაგრამ ისე რომ დამატებით რაღაცა ჩამოსული იყო, რომ აი ხლა კი ბატონო, შიცხინვალში იყავით შტაბში. 2007 წლის იანვრიდან როგორც დავინიშნე, ეგრეთ წოდებული ნიშნი გარადოკი იყო, ვეხნი გარადოკი და ნიშნი გარადოკი. ვეხნი გარადოკი იყო განთავსებული ნიქოში და ნიშნი გარადოკი ეს იყო შტაბი, რომელიც ფუნქციონირებდა ცხინვალში, წარმოდგენილი იყო ქართული სამშვიდობოების ძალები 20 კაცის პირადი შემოადგენლობით და იქვე ფუნქციონირებდა კულახმეტოვის შტაბი, რომელიც იყო სარდალი კონფლიქტის ზონაში, ქართველებს და ოსეს ყავდათ უფროსი სამხედრო მეთაურები, სტაჟი უინსკი ნაჩანიკი. კი ბატონო, და თქვენ ამ თქვენს 20 კაცთან ერთად იყავით იანვრიდან უკვე ცხინვალში. დიახ, ბრძანება როგორც როდემდე იყავით იქ? 2008 წლის მაის ზუსტად ბრძანება თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2008 წლის აპრილამდე სანამ შეიქმნა სამშვიდობო ოპერაციების შტაბი. მე დავინიშნე სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი. აპრილამდე იქ ხართ? დიახ. და აპრილში იქნება ეს შტაბი და ამ შტაბში რა ფუნქცია გაქვთ, რო უთხრათ საზოგადოებას? ამ შტაბში ფუნქცია მაქვს, რომ ამ ყველაფერს ისე ვაგრძელებ, რასაც საქმიანობდი და ზევიდან დაემატა სამშვიდობოების შტაბი, რომელიც განთავსებული იყო დასავლეთში, კერძოდ სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მიმდებარე იყო აფხაზეთ და ანჩენის საქართველოს. ვინ შექმნა ეს სამშვიდობო შტაბი? გენერალურმა შტაბმა. გაერთიანებულმა შტაბმა. გაერთიანებულმა შტაბმა და თქვენ მისი ნაწილი ხართ. გასაგებია. აი უკვე 2008 წლის აპრილიდან ცხინვალში ყოფნა უწყვეტად აღარ გიწევთ, ესე იგი. დაძაბულობა პერიოდულად არის და მიწევს კი. მაგრამ ხანგამოშვებით ჩადიხართ, მაშინ როდესაც 2008 წლის აპრილამდე უწყვეტად იქ იყავით, ხო? იქ რჩებოდი. იქ რჩებოდით და 2008 წლის აპრილიდან უკვე დროდადრო ჩადიოდით იმის დამიხედვით რა ვითარება იყო? სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ხშირ შემთხვევაში საჭირო იყო, რომ ღამე იქ ყოფილიყავი, როცა შეიქმნებოდა ვითარება, მოხდავდა ეს მთლიან სურათს, იმუხდებოდა, იმიტომ რომ თვითონ ოსის სეპარატისტებიც უფრო მაგ შემთხვევაში წყნარად იყვნენ, როცა ეგრეთ შეიძლება ითქვას, როცა იძაბებოდა იმ მაგალითად თუ რამე დაღუპვა იყო, ხალბატონთია ვინმე დაიღუპებოდა იქ,
პირდაპირ შეიძლება კალენდარზე აგეღნიშნა, როდის არის დასაფლავება 40 და წლისთავი. ეს გარდუვალი სროლები იყო. და მაგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როცა მიწევდა სიარულს, ხან იქით ჩავდიოდი, ხან არჩე მე არ ყოფილა შტაბი უზნაძეზე იყო სამშვიდობო ოპერაციების და მე ფაქტურად არ ვიყავი, სულ იქ მიწევდა, იქ ვიყავი იქით. იმიტომ რომ ყურადღება იყო საჭირო ძალიან. კი ბატონო. ესე იგი 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე, როდესაც თქვენ არ გიწევთ პრაქტიკულად ცხინვალიდან გამოსვლა და იქ არის თქვენი ადგილი. ხო ასეა, უწყვეტად იქ ხართ. ყოფილა თუ არა რაიმე ტიპის ისეთი მდგომარეობა, როდესაც თქვენ გიფიქრიათ, რომ აი თუ რაღაცა ნაბიჯები არ გადაიდგა, სამხედრო ნაბიჯებს არ გულისხმობ, პრევენციულ ნაბიჯებს გულისხმობ. თბილისში, ცხინვალში, რუსეთში, ვაშინგტონში შეიძლება რაღაცა უბედურება მოხდეს. ყოფილა ასეთი 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე. ჩემი შესაძლებლობები ძალიან პატარა არის. ეს ჩემი კომპეტენციას ხდება, მე არ ვიცი ხა მაღლა ვასწავლები როგორ ეწყობოდა. მე ჩემ განწყობას გეტყვით, რომ ეს არის გაყინული კონფლიქტი. შეგიძლიათ მე მაგ იმაზე რომ იქ წავიდე, მაგრამ გაყინული თქვენს დონეზე გეკითხებით, რომელიც პატარა დონე არ იყო, მაგრამ გასაგებია რომ უმაღლეს მთავარსარდლის დონე ეს არ გახდათ. ყველა უწყებაში თუ იერარქიულ სტრუქტურაში, როდესაც ზევით რაღაც ხდება, ქვევით ეს იგრძნობა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ერთი წუთით. ესე იგი თქვენს დონეზე გაყინული კონფლიქტის განცდა 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე, ასეა. გაყინული ჩანს, მაგრამ არაფერი გაყინული არ იყო, იმდენი შემთხვევები იყო, ბატონო, მოგეხსენება თქვენ, სულ არ ვიცი. ინციდენტი, სპორადული ინციდენტები, მანამდე 2004-ის მოვლენების მერეც 2005-ში მომიწია. ეს ვიცით, მაგრამ ისეთი რამ, რაც უკვე ზღვარს ცილდება და თქვენ გაფიქრებინებთ, რომ შეიძლება აქ სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, ომი ატყდეს, ასეთი არაფერი ჯერ არ ხდება. არაფერი, ეს მოგვეცა ამის საშუალება უფრო 2008 წლის 3 აგვისტოს, როცა მონიტორინგის დასკვნა არის, თქვენ მოკვლეული და საქმეში არის, როცა ილიკა ესძივით ნაცეტილი ტანკები ისატკიათ სარაბოგზე, საბუშაგოზე აქ ნასროლი და ეს პირდაპირ დარღვევა არის. თუ მაგას მეკითხებით იარაღიდან გამომდინარე, ეგ ომს ნიშნავდა ფაქტიურად. 3 აგვისტოს. მივავთ 3 აგვისტომდე. კარგი, ესე იგი გავიარეთ 2008 წლის აპრილამდე პერიოდი, იქ არაფერი ასეთი არ ხდება. ამის შემდეგ დგება უკვე 2008 წლის მაისი და შევდივართ ზაფხულის თვეებში. და თქვენ უხშირებთ ალბათ სიარულს უკვე ცხინვალში, ხო? თუ სათხართ ამ დროს, ივნისი, ივლისი, აგვისტო. ფიზიკურად სათხართ ხოლმე. მოძრავ ხან ცხინვალში ვარ, ხან ევრიკისის აბუშაგოზე ხვდები, ულახმეტოს იქ ამოდის ხშირ შემთხვევაში. ეს ყველაფერი დადასტურებული არის მონიტორინგის დასკვნის ჯგუფებით. გავუტანთ, იქ იყო უზენაესი საბუთი მონიტორინგის დასკვნის ჯგუფი, რომელიც OBS-ი აწერდა ხელს და ერთხელ არ არის ქართული მხარე დადანაშაულებრივი ცეცხლსხეშეკრულების დადანაშაულება. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ჩვენ შევძელით რომ თავიდან აგვეცილებინა, მადლობა ღმერთს და ქართული მხარე, ქართველი ჯარისკაცი, ქართული ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები, ყველა სიმართლე ეს სასამართლო დონეებზე გვაქვს დამტკიცებული. აქ ამას არ ვარკვევთ. პირადად შემოზე გადაიარა მაგ ყველაფერმა და ჰააგა გავიარეთ. კი, ყველაზე გადაიარა და პირველ რიგში ქართული ოცნების ხელისუფლებაზე გადაიარა ამ სიმართლის მტკიცებამ. და არა მარტო დაღუპულები, ვინც არიან მოხატვეთში, მათი არის ეს ყველაფერი და მათი შვილების რომლებიც დღეს ამაყობენ მათი გმირობით. კი, ყველა ერთად მამაყობს და არა მხოლოდ ოჯახის წევრები. ეხლა რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ესე იგი თქვენ გიწევთ ჩასვლა, ხან იქ ხართ, ხან აქ ხართ, საქმე ბევრია და დგება 2008 წლის აგვისტო. ამ დროს თქვენ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ 2008 წლის 1 აგვისტოს რა თანამდებობა გიჭირავთ? სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი.
სამშვიდობო ოპერაციების შტაბის გაერთიანებულ შტაბში შემავალი. მაშინ უკვე გაერთიანებული შტაბი და გაერთიანებული შტაბში შედიხართ და მას ხელმძღვანელობს ბატონი გენერალი ზაზა გოგავა. კარგი. ასე დგება 2008 წლის 1 აგვისტო. ამის შემდეგ ქრონოლოგიურად რომ მოგვიყვეთ, რა ხდება 1 აგვისტოს, რა ხდება 2 აგვისტოს, რა ხდება 3 აგვისტოს და ასე შემდეგ, როგორ მივდივართ 8 აგვისტოს დილამდე. ეს რა ხდება, იმას კი არ გეკითხებით ტელევიზიით რა ნახეთ, ან ვინმემ რა გითხრათ. თქვენ რას ხედავთ? რა ხდება? რო გვიამბოთ, აი ეს 8 დღიანი პერიოდი თუ შეიძლება. მე ტელევიზიის ყურების უფუნება არ მქონდა მაშინ, ხალხო. უშუალოდ დავდიოდი, იყო სროლები, იყო პერიოდული სროლები, ძალიან ხშირი სროლები იყო დიდ მუხამოგულთა ხეთაგუროოდან, ეს იყო ისტორიული გზა ნიქოზიდან, რომელიც გადადიოდა ავნევინულში და ეს გზა იცხრილებოდა, ეს იყო, წარმოუდგენელი, დილასაღამოაკიდან იწყებოდა. იყო პატარა ლიახვის ხეობაში, ეს უკვე 2 აგვისტო არის ოსფრისიდან ფრისებზე სროლები დაიწყო, ქონდათ დომინირებული სიმაღლეები 2004 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შედეგად ძალიან ბევრი საგუშაგო დაემატა, რომელიც ზევიდან ქართულ სოფლებს აჭდა უკვე. ჩავედი ეგ ვითარება დამხდა და ვცდილობდი უშუალო კომუნიკაციას, ძალიან ხშირი კომუნიკაცია მქონდა და შეძლების დაგვარად მე არ მინდა რაღაცით თავი გამოვიდო გენერალ კულახმეტოვთან შეთანხმებით ამ ცეცხლის შეწყვეტას ვახცევდით. რომ დროული რეაგირება გამეკეთებინა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდგომში ისეთ როგორ არის, აი კალიბრი იზრდება. აი თუ პატარა იარაღი დაიწყება, მე გადადის ავტომატი შეერდება, მე გადადის ტყიან გადადის მე და ესე რო არ გადაიზადოს დროზე არის ამისთვის რეაგირება და უშუალო იქვე უნდა პირადი შეხვედრა იყო საჭირო, ის ამოვიდეს, ამ მე ვიყო ჩასასვლელი და მე უკვე 3 რიცხვში როგორც მოგეხსენებათ სარაგუკის საგუშაგოზე გაიხსნა ცეცხლი, სადაც თვითონ თავისივე ხელის მოწერით რუსული და ოსური მხარე აწეს ამონიტორინგის დასკვნას და არის მასალებში или танк типа 55 или КС 19. ეს არის როგორც მოგხსენებათ. რის თქმა მინდა განმარტება თუ შეიძლება რომ 125 მმ-ია და 85 მმ-ზე მაღლა კატეგორიულად იგზალებოდა. დინამიოზე მაღლა იქ ეს დაგამისდე მოსკოვის ხელშეკრულებით იყო კატეგორიულად დაუშვებელი სხვა იარაღის ქონა კონფლიქტის ზონაში. თვითონ კონფლიქტის ზონაც დაყოფილი იყო პასუხისგებლობის ზონები, მაგრამ სარდალი ერთი ყავდა, ეს იყო კულახმეტოვი. 4 რიცხვში გაგზელდა გააფთრებული შეტევა. ნიქოში სახლები იწვის უკვე, სახურავები, კატასტროფული მდგომარეობა მიჭირს უკვე გაჩერება ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე. იღებს გადაწყვეტილებას და საქართველოში თბილისში აკრედიტებულ საელჩოებს თხოვს ელჩებს რომ გაემართონ კონფლიქტის ზონის მიმართულებით. ეს არის 5 აგვისტო. და პირველი ინიციატივა მაგათგან მოდიოდა, იმიტომ რომ მაგათმა დაიწყეს სეპარატისტებმა, რომ ქართველებმა დაიწყეს, ანა როგორც იციან ხოლმე. როგორც კი ეს დაიწყეს, აქედან ეს მოთხოვნა დაუგმოყოფილეს აი ამ კუთხით, რომ ზუსტად მოაწყეს ეს კოლონა დიპლომატების, თვალსაჩინო ხაბატონი ეკა იყო ზღულაძე მაშინ ჩამოვიდნენ. დავაზუსტებ რა, ვერ მივხვდი კარგად თქვენი ნათქვამი და ერთ თქვენ თქვით რომ ჩვენ ვთხოვეთ ელჩებსო და მე ესე გამოვიდა თითქოს ელჩებმა აქეთ შემოგთავაზეს და ვისგან მოდიოდა? არა, ელჩებისგან არ მოდიოდა, ხო, განმოსულა. ოსების მოთხოვნა იყო, რომ აი მოვიდეს ვინმე მოგხედოს, იმიტომ რომ ქართველები ასწორებენ მიწასთან. აქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიემართათ დიპლომატიური კორპუსისთვის, რომ თუ შეიძლება ჩავამოწანდით. ქართული მხარის ინიციატივა იყო და რომ მოდიში აქვე ჩაიკითხებით უკვე ამ დროს 5 რიცხვში როცა უკვე ეს დაძაბული თქვენ ცხინვალში ისევ შედიხართ და იქ გაქვთ კომუნიკაცია იგივე კულახმეტოვთან ცხინვალთან ანუ ხო არ გაგიწყვეტი პირველი რიცხვის მერე ბატონო იყო მიჭირს უკვე ვეღარ ჩავდივარ ძალიან გართულდა პირველი რიცხვის მერე სიტუაცია ძალიან დაძაბული არის და მე ფაქტურად ვეღარ შევდივარ ვერ მოზროვ
და შემდგომში ის არის, რა ქვია, ну მოვიდნენ და ერგნეთში მოადგა ეს კოლონა და არ შეუშვეს. წუთით ბატონო მამუკავი, ხომ არ მომესმა თქვენ ბრძანეთ რომ ბატონი სოზარის დამაზუსტებელ კითხვაზე რომ ოსებმაო მიმართესო, ოსებმა თუ რუსებმა თქვით? ფაქტობრივად ეგეთი და იგივე მხარე სოფლიო საზოგადოებას მიმართეს რომ აუტანელ მდგომარეობაში არიან და ქართველები ასწორებენ მიწასთან ყველაფერს. ანუ მოწინააღმდეგე მხარე დავარქვათ. მიმართა მესამე პირს დაანჩენ სოფლიო საზოგადოებას ეს ხდება 3-მდე, ხო? 4 მიმართა და ეუბნება რომ ქართველები გვასწორებენ მიწასთან და გვიშველეთ. ამ შველისთვის აი ჩაიყვანეს. და შველისთვის სხვა რა გზა იყო და გასაგებია. შემდეგ არაფერი სანახავი არ ქონდათ იქ და არ შეუშვეს. გამოაბრუნეს ერგენთიდან უარი უთხრეს. თვითონვე უთხრეს უარი. დიახ. კი ბატონო, ვინ უთხრა უარი? მაშინ იყო კოკოვითის თანათავმჯდომარე იყო ბორია, ეხლა ვეკითხით გვარს. ჩოჩიევი, ბორის ჩოჩიევმა უთხრა უარი. დიახ. ხო არ გახსოვთ რამდენი ელჩისგან შემდგარი ჯგუფი იყო ეს? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია კოლონა გითხრათ, ეს იყო 16 მანქანისგან შემდგარი პიკაპის ტიპის Toyota-ს. რამდენი ელჩი იყო, ხომ არ გახსოვთ? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ელჩი იქ იყო. რუსეთის ელჩი. ჩამოძანებული იყო, მაგრამ. კარგი და არ შეუშვეს. არ შეუშვეს. კარგი. ამის მერე რა ხდება? ამის მერე გადანაცვლება მიდის ჩავდივართ ავნევი ნულში, რახან ჩამოძანებულები იყვნენ. არ გაუშვით ეს შესაძლებლობა ხელიდან და ავიყვანეთ ნიქოში, ვანახეთ ეს დამწვარის სახურაები, რომელიც უკვე სრულკალიბრიანი, უკვე კალიბრი იზრდებოდა როგორც ჩანს და გადამწვარი იყო სახლები, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობა. არის მაგის ეს 5 აგვისტოა, ხომ? ხო სწორად მოყვებით თხრობაში. 5 აგვისტოს ხდება ეს დიახ შემდეგ მერე გადავდივართ ავნევი ნულში, ანალოგიური ვითარება ხდება. იქ არის ორი ქართული სოფელი ძალიან სიღრმეში შესული და ესაზღვრება აქედან დიდმუხა მოგვითი, ტილიანა, უბიათი, სხლები და განსაკუთრებული ცეცხლის ქვეშ იყო ხედაგუროოს მხრიდან. ხედაგუროოსთან ეხა ისინი არ გააკარებდნენ იმათ, რომ იქ უშუალოდ პოზიცია ენახათ. უკანონო საგუშაგო ჰქონდათ იქ და კითხვა მაქვს ასეთი, ეს ელჩები თქვენთან ერთად მოძრაობდნენ, თქვენ ახლდით მათ? თქვენ კიდევ ვინ ახლდა მათ? ქალბატონი ეკაზღულაძე. ეკაზღულაძე და თქვენ. დიახ. თქვენი სისტემის სამინისტროდან არავინ, თავდაცვის სამინისტროდან არავინ არ იყო? თავდაცვის სამინისტრო ისე ადვილად არ შეიძლებოდა იქ ქალბატონი. გასაგებია ამ მიზეზით, რაც აბსოლუტურად გასაგებია. კი ბატონო. ამიტომაც არის ქალბატონი ეკაზღულაძე, რომ ახსნათ, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თუ პირველი მოადგილეც. არ მახსოვს, პირველი მოადგილე მე მგონი, მაგრამ მოადგილე ყველა შემთხვევაში. კარგი და რომ მოძრაობთ ელჩების და თქვენს თვალწინ მოდის იქიდან სროლა თუ იქ უკვე მშვიდი ვითარება უბრალოდ ზიანს ათვალიერებინებთ. ვერ გაბედავდნენ. ხო, ანუ იმ მომენტში არ მიმდინარეობს არაფერი, აჩვენებთ უბრალოდ რომ აი რა არის შედეგი. მაგრამ ბოლომდე ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ რუსეთის ელჩი უარს მეუნება. მე რუსეთის ელჩს ვთხოვ და ვეუბნები რომ ნიქოში ამოყვეს სასაფლაოზე, სადაც დიდხიცებულება არის. იქ არის სასაფლაო, რომელსაც აქვს რკინის ჯებირი. და რკინის ჯებირზე იყო ქალბატონთია სრულკალიბრიანი წყვილამქვევის მორტმული, რომელსაც ჩანდა ტრაექტორია გამოსრულის რო ხედავდი, სამშვიდობო იყო. პირდაპირ, იქ ახლოში არის ძალიან და მინდოდა რომ ეს ფაქტი უშუალოდ ენახა, რომ ეს არ ნიშნავს. სამშვიდობო იყო რას ნიშნავს? სამშვიდობოების ვეხნი გარადოკის დისლოკაციის ადგილი, შტაბი. დიახ, ნუ სამშვიდობოები ისროდნენ, რომ დავაზუსტოთ. დიახ, ხო. არა მარტო სამშვიდობოების ტერიტორიიდან. არა მარტო
შეიძლება ეს იყოს სეპარატისტები და აქეთა ცეცხლით მე გამოგეწვია უკვე რუსეთთან კონფლიქტი. ამიტომ ცოტა ისე იცოდნენ მათ, რომ აი მოეპარებოდნენ. მე ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, იყო მიმაში, რა ქვია, მევრიკეში. რომ ეს და რუსი ჩანს, მაგრამ ამ დროს ოსის ნასრულია, ის ცოტა ზევითაც გადაატარებდნენ იგივე, აი თქვა გრანატა მიოს, მაგრამ შენ ხონდა რომ ეს რუსი არის. და თავი უნდა შეგეკავებინა სანამ არ დააზუსტებდი. მაგრამ ეს ტყვია პირდაპირ ჩანდა საიდან იყო ეს გამოსროლი. ნუ ყოველ შემთხვევაში ამაზე პასუხი უნდა გაეცა რუსულ მხარეს და ამას უფრო ვცდილობდი რომ უფრო კომპეტენტური პასუხი ელჩისგან მიმეღო უსწრაფესად, რაზეც მანამდე ვერ ვღებულობდი. არ მეუნებოდნენ, გადიოდნენ უარზე. ესეთ პირდაპირ პასუხი იყო. მესმი ხვაჟზეინე, თუ წეხნე, თუ რა თქმა უნდა ბატონო თენგის ბრძანეთ. დიახ. ეს რუსეთის ელჩმა უარი თქვა, მაგრამ დანარჩენ ელჩებს თუ ანახეთ? კი, ცოტა შემაღლებაზე იყო. ძალიან ისეთი ზიანი სიცხე იყო, ძალიან დიდი. ბევრმა დაიზარა, მაგრამ მაინც რახან არ გაუშვი შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი უნდა დაემტკიცებინა და ამოვიდა, რომ უკრაინის ელჩი ბევრი იყვნენ. ძალიან მე მაშინ არ ვერკვევდი, მაგ კუთხით არ ვიცი ვინ ვისი იყო. ან ძალიან ბევრი ელჩი იყო, რომელიც არ დაიზარა, ამოვიდეს და იქიდან ისეთი დომინირებული სიმაღლეა, რომ ცხინვალის ნახევარი ჩანს. ფაქტიურად შანხაისა ეს დასახლება და ეს ამაღლებაზე არის, ეს ვეხნი გარადოკი, დანგრეული ქარხანა და იმის ამაღლებაზე არის, რომ ეს მაინც მენახებინა იმის და მიუხედავად, რომ ეს სახლები უკვე ქართული მოსახლეობის ნახეს გადამწვარი. კარგი. შემდეგ ელჩები მიდიან ალბათ რაღაც მომენტში. და მე რო გავაგრძელოთ თხრობა. მე რო ჩემი უკვე მირთულდება სიტუაცია, ვატყობ რომ არაორდინარული ეს არის. ბატონი ზაზა იყო, გოგავა, ქავდოთი ამოწურovat ილაპარაკა, პირდაპირ კონტაქტი მქონდა მე სამხედრო ვარ და უშუალოდ ვიყავი ბატონ გენერალთან კონტაქტზე. ეს ყოველ წვიეს გასროლა, დაძაბულობა, დროები იწერებოდა ათავსებდი და ნუ ჩემი როგორ მოგახსენოთ, ჩემი განცდები მქონდა უფრო გამძაფრ აი რას თავი და ზაზამ გითხრა, ჩემს მერე ბატონი მამუკა შემოვა ის ისაუბრებსო და შესაბამისად ამიტომ ისაუბრებთ. აი თქვენ რომ დასვით კითხვა რომ მანიც ისო ქრონოლოგიურად წუთი წუთში ყველაფერს მოყვებაო და შესაბამისად ჩვენ გეკითხებთ. კი ბატონო. ესე იგი ელჩები მიდიან და შემდეგ რა ხდება? 5 აგვისტოა 2008 წლის. სროლები გრძელდება. არის საცეცხლე წერტილები, საიდანაც სროლები გრძელდება, ჩემი განცდებიდან. იმას უბრუნდებოდი რომ ეს თუ შეიძლება ერთ დავასვით. ეს ელჩებმა რომ დაათვალიერეს ეს მდგომარეობა, ან თქვენი მოლოდინი რა იყო, ან თუ ქონდათ რამე რეაგირება რომელიმე ელჩს ამის დათვალიერების შემდეგ, რამე მიიღეს ზომები ანგარიში. ხო, სადმე ეს გაახმაურეს თუ აი რამე იყო, ან თქვენი მოლოდინი რა იყო იქ რო აკავდათ და ანახებდით. ნუ ჩვენთვის მეორე ამოსუნთქვა იყო ეს რა რომ ნახავდნენ ამას რომ ნახავდნენ ეს ბრიუსელში იგზავნებოდა ამაზე რეაგირებები ხდებოდა ეს მოხდა ეს რეაგირებები ნუ როგორ ჩანს საქმენა გამომდინარე უკვე რეაგირება მოყვა იმიტომ რომ გაფრებული სროლა გაიზარდა ხო და ესე იგი არ მოხდა არაფერი არ მოხდა მაგის მერე რომ დაათვალიერეს დასკვნა გადადეს გადააგზავნეს მაგრამ შედეგი რუსების მხრიდან ეს დასკვნა არსებობს რომ დადდეს და გააგზავნეს ხო? კი, იგი ყველაფერი იწერებოდა, მაგათ OBS-ის მონიტორინგის ჯგუფი დაყვებოდა, რომელიც ეხმარებოდა აღწერაში უცხო ენაზე მოლაპარაკე ელჩები იყვნენ შეა და OBS-ის ჯგუფი ამ ფაქტის მერე პირიქით გაიზარდა უფრო ცეცხლი. ნუ იქიდან გამომდინარე რომ 6-2 კაპრალი დაგვეღუპა, ვერაფერი ვერ გამოიღეს ოსმალ სეპარატისტებმა დასკვნა იქიდან გამომდინარე რომ შვიდობას პასე არ აქვს. კარგი, ბატონო მამუკა. აი ამ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდება, 5 აგვისტოა. თქვენ არანაირი კავშირი კულახმეტოვთან აღარ გაქვთ. ვაცავთ 7 აგვისტოს? 5 აგვისტოა, ხო? არა, როგორ არა მაქვს, რას ქვია? აი რა ტიპის კავშირი გაქვთ? სატელეფონო თუ? სატელეფონო ტელეფონზე ხდება ადგილის მონიშნა, ეს არის მევრიკის საგუშაგო. ეს არის დანარჩენ საქართველოში სიღრმეში ერგენთიდან 5 კილომეტრის მოშორებით. აქედან როცა შევდივართ ტყვიას გასწდებით, თუ არა მევრიკის საგუშაგო იყო
და იმ საკუშაკოზე ხვდებოდი და ვეუბნებოდი რომ ამაზე რეაგირება საჭირო ის ანუ 5 აგვისტოს თქვენ ისევ აგრძელებთ ასე დავარქმევ სამოქალაქო ენაზე ერთობლივად ფიქრს თუ ზრუნვას თუ ვინ რა ხარისხით ეს მეორე თემაა მაგრამ ზედამხედველობას თუ ყურადღებას იმ საკითხის რაც იყო თქვენი პირდაპირი მოვალეობა პრევენცია დიახ ხო 5 აგვისტოს ჯერ კიდევ ეს კონტაქტი არის. ის რამეს ხომ არ გეუბნებოდათ მაგალითად ან აგრესიულად უკვე ან რაღაცას ხوار მოასწავებდა მასთან კონტაქტი უკვე რომ პრევენცია ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას. ხوار კონდათ ესეთი განცდა? არა. შვიდ გარემოში იყო ჩვენი საუბარი. არა, მისი მოწოდება ხო ისევ ის იყო, რომ აი მოდი ერთად ვიმუშაოთ და როგორც თქვენ ადრე თქვით, რომ ერთადო ყოველთვის ვახერხებდითო. იგივე ჭიდრო კონტაქტი უნდა შეგვენარჩუნებინა, შევთანხმდით და ადრესატი იცოდა მან ვინც იყო ამ სროლების ინიციატორი ვინც იყო და ქართულ მხარესთან ნაკლები პრეტენზია ჰქონდა. ნაკლები პრეტენზია ჰქონდა, გასაგებია. შემდეგ გება 6 აგვისტო და ყავს 2 დაღუპული ესა. რომელ საათზე მოხდა ეს? შუადღე გარდაცვალების იმაში არის ეს 6 აგვისტო იყო თუ 7 აგვისტო? 6 აგვისტო არის. ზუსტად გახსოვთ 6 აგვისტო. შუადღე არის. შუადღე 12 საათია, შუადღის მერე, ხო? დიახ. აი ეს დეტალურად რო გვიამბოთ, რა მოხდა და როგორ? როგორც მოგახსენეთ 6-ში 2 ჯარისკაცის დაღუპვა. ვითარება, დეტალები, დრო, ადგილი, ინფორმაციები. დაძაბული ვითარება სროლების შედეგად, მათ შორის ზღვიკარებიანი ჭურვების აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი, მეორე სისხლიდან დაიცალა დროზე. ადგილზე სად? საკუშაკოზე, ანებში. სამშვიდობოების საკუშაკოზე არის ლაპარაკი აქ არანაირ თავდაცვის სამინისტროზე და აქ რაღაც პოლიციური ვიცით, ამდენი გვესმის კი. კი ბატონო. უბრალოდ ფაქტებს ვადგენთ მეთქი, ამით ხომ დავიწყეს ხტომა. კი ბატონო. ერთი ის არის რა ქვია, დაჭრილია, რომელსაც დროზე სამედიცინო დახმარებას ვერ აღმოუჩენთ, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კინჟანის სროლები არის, აი ამ ზუსტად ნიქოზ ზიავნების დამაკავშირებელი ისტორიული გზა ერთადერთი გზა იყო ამ სოფლებში ჩასვლად. იმიდან რა ქვია, დიდ მუხამოგუთიდან და ხეთაგუროოდან. ეს მარტო სამშვიდობოები შეეძლოთ ამის უზრუნყოფა და მოახსენე მაშინ უკვე ვიგზენი, სამძიმარი არ მითხრა, ჩვენ მქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ მე პირდაპირ უნდა სამძიმარი ეთქვა ჩვენთვის და ნორმალური კულახმეტოვთან. და აღარ გითხრათ უკვე 6-ში სამძიმარი. ხო, და მაშინ მიხვდით, რომ ასე დროს რომ სამძიმარი. შენ ამათვისაც სარდალი ხარ მეთქი, ქართველების სარდალის სახარო. ურჟე მირატვორცი მეთქი პაგებაევთ. ბატონო ცუდად მესმის გაიგე. ურჟე მირატვორცი პაგებაევთ. გლანიხტოში კომანდოში. უთხარ. აჰა. ეს რის პასუხად უთხარით? იმის მე ნათქვამია. ორი ადამიანი გარდამეცვალა და უთხარი არ მოგისამძიმრათ და არც მომისამძიმრა და არც საშუალება მომცა რომ დროზე დახმარება ამომეჩინა სამედიცინო გადამერჩინა. ხო, ეს მას დახმარება? კი, რა თქმა უნდა. და რა გიპასუხათ, რატომ არ გეხმარებიო? ვეუბნებოდა რომ აქ ის არის რაღაცა ვიზეცი ძედუშკას ბაბუშკი აგიბული ანიშნო მეთქი მირატვორცაი ბილი მეთქი აშუაში არის გეუნები რომ შენ სარდალი ხარ მეთქი აქ რაღაც ვინ ძედუშკა ბაბუშკაზე გელაპარაკათ? არ ვიცი რაღაცა სროლის ფაქტის მოყვანა რომ ვერ გამცა პასუხი და ვერ აგმაყოფილებდა ჩემ მოთხოვნას მიზეზად მოიყვანა რომ რაღაცა სროლის შედეგად ვიღაცა დაიღუპაო მე როგორც აღმოჩნდა არავინ დაღუპული არ იყო მე მან აჩვენა საგანძიო მასალემა რომ ოსი დაიღუპაო ამასა და როგორ მოგახსენოთ ესე კითხავს არის და თავი ამოცანის შესრულებას არის და თავი კარგი და აქ უკვე იძაბებით იმიტომ რომ ადამიანი არ გისამძიმრებთ იმიტომ რომ ხო ეს უკვე არის იმის ნიშანი რომ მე შესრულება გამოთქვა და ცოტა ისეთი კუთხით დავინახო ეს ყველაფერი რომ უკვე მარტო ვარ უკვე მარტო ხართ დაუბრუნდეთ ამ ორი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცის სამშვიდობოს იმ მომენტში დაღუპვის ფაქტს. კონკრეტულად რომ გვიამბოთ
რა ვითარებაში მოხდა მათი მოკვდინება, ასე ვთქვათ. სად იდგნენ, რას აკეთებდნენ ამ დროს? ეს არის საგუშაგო სამშვიდობოების ავნების თავზე, რომელიც 240 მეტრა იყო წრიული თავდაცვის გადახთული მისი თავდაცვის ყდე იყო ფაქტიურად და აფეთქება მოხდა ჭურვის შედეგად გადაიცვალნენ. უშუალოდ გვერდზე არ ვიდექი და მე კონსტატაციას ჭურვის შედეგად. ჭურვის შედეგად ორივე. ერთი დაჭრილი იყო ერთი შუშარებინეთ იყო, მეორე ჭურვის შედეგად იყო თუ არ მახსოვს და ქვეითა მანქანა იყო ჩვენი აფეთქებული კიდე. კი, ხეთაგუროვიდან იყო ინტენსივ საშინელი სროლები იყო. აი ბატონ მალიკო მიკითხა, შემოვლის დროს თუ იდგნენ და მოხდა? იდგნენ, სტაციონარული საგუშაგო იყო. სტაციონარული იყო და გასაგები. დაჭრილი რამდენი იყო ამ ორის გარდა, ვინც დაიღუპა? და ეს დაჭრილი რომელიც გარდაიცვალა. მეტი იქ ზიანი არ ყოფილა ამ ორი ადამიანის სიკვდილი დადგა. მაგრამ დაჭრილები მეტი არ ყოლიათ. იმ წუთში არ მახსოვს არანაირი დაჭრილი მეტი არ ჯამში რამდენი ყავდათ ამ მომენტში 6 აგვისტოს თქვენ იქ ქართული სამშვიდობო? 20 იყო ფაქტობრივად. ისე 20 როგორც თავდაპირველად. კი, ვერ დაარღვევდით კაბოტონთია, იქ იყო ყველაფერი გამადიდებლი თაკვირდებოდნენ იქ. ისე ვერც დაამატებდი ვერაფერს. კი, და თავისი კვოტებია გასაგებია. ესე კი როგორც დავიწყეთ 20 კაცით, ისე 20 კაცით მივედით 6 აგვისტომდე და 2 მოგიკლეს. დიახ. არ მოგისამძიმრათ და დაიძაბა საუბარი. არ დაიძაბა საუბარი, ჩემთვის გახდა ნათელი. საფუძველი და ნათელი რომ მარტო ვარ. თუმცა მე დაძაბული სიტუაცია არასდროს მასთან არ მქონია, თქვენ ჩანაწერები მოსვენილი გაგზების გადაჭერები არის, მე ადამიანურად ყოველთვის ვცდილობ რომ ემოციები გვერდზე გადავდეს. ძალიან ფაქიზი ულურული საქმე არის, აქ პატარა შეცდომა შეიძლება ჯოჯოხეთი გამოიწვიოს. თქვენ ამ დროს დანარჩენ 18 კაც რასეუბნებით ეს რომ 2 თქვენს თვალწინ იყო ეს რომ არა, თქვი არ ვიყავი მეთქი. არ იყავით და ჩახვედით მე. თუ როცა შეწყდა ცეცხლი მე მომიწია ჩასვლა, შვიდში ჩავედი. გასაგებია. დიახ. ვეუბნები რომ ზღუდე გაამაგრონ, ძალიან ბოლომდე შეასრულონ, მოტივირებულები იყვნენ და мотиваცია იზრდებოდა როცა მე ხედავდნენ და ვცდილობდი განუხდას მაქსიმალურად რომ ეს ამასობაში სანამ თქვენ